პირადი ურთიერთობები, რომელიც პირველ ლედებსა და პირველ ქმრებს შორის ჩამოყალიბდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, განაცხადა თამარ ბაგრატიონმა, რომელიც ვაშინგტონში მელანია ტრამპის მიერ გამართულ სამიტს დაესწრო. დელეგაციაში იმყოფებოდნენ მარიამ ლაშხი და განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანიც. კვიციანის ვიდეოს, რომელიც ფორუმიდან სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა, საზოგადოების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში საქართველოში საწვავი 5-დან 50 თეთრამდე გაძვირდა. მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მდგომარეობაა. სოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი ჰორმუზის სრუტით ხორციელდება, სადაც გადაადგილება ფაქტობრივად შეჩერებულია. ბათუმში შუახნის ქალმა სრულწლოვანი შვილი ბლაგვის აგნისცემა დედა ძალადობის მუხლით დააკავეს. შემთხვევა თაყაიშვილის ქუჩაზე მოხდა. აჭარა თაიმსი მეზობლებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის დროს აივანზე მყოფი კაცი სისხლდენით რამდენიმე წუთის განმავლობაში დახმარებას ითხოვდა. მომხდარის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ბრიტანეთის მთავრობამ სამხედროებს ნებადართო დააკავონ ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემები. პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, ეს ნაბიჯი პუტინის საომარ მანქანას დაასუსტებს, რომლითაც ის აფინანსებს მის ბარბაროსულ კამპანიას უკრაინაში.